ახლა კი ინფორმაცია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტებს დააინტერესებთ. სამედიცინო კორპორაცია EVEX-ი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაცია GINFA ქვეყნის მასშტაბით იმ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს ეძებს, რომლებსაც სამედიცინო და საბუნებისმეტყველო სფეროში ახალი სამეცნიერო იდეა აქვთ, ან ამ სიახლის დანერგვაზე მუშაობენ. კონკურსში მონაწილეობა 2015 წლის 28 თებერვლამდეა შესაძლებელი. გამარჯვებულებს კოპენჰაგენის, ემორის, ამსტერდამის სამედიცინო უნივერსიტეტების პროფესორები და სამედიცინო კორპორაცია EVEX-ის წარმომადგენლები გამოავლენენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები დაფინანსდებიან და სტაჟირებას ამერიკისა და ევროპის წამყვან სამედიცინო ინსტიტუტებში და საუნივერსიტეტო კლინიკებში გაივლიან. პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს სამეცნიერო კვლევა სრულად დაუფინანსდება და ის საკუთარი იდეის განხორციელებას შეძლებს. ახალგაზრდული საერთაშორისო სამეცნიერო კორპორაციის ორგანიზატორები სტუდენტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან. სიახლის შესახებ ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. სტუდენტური კონფერენციის ორგანიზებით და დაფინანსებით სამედიცინო კორპორაცია EVEX-ი ხელს უწყობს სტუდენტებს, ახალგაზრდებს განახორციელონ საკუთარი იდეა და გადადგან პირველი ნაბიჯი სამეცნიერო სფეროში. კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 საუკეთესო სამეცნიერო იდეა, რომლის ავტორებსაც სამედიცინო კორპორაცია EVEX-ი დააფინანსებს და გაუშვებს საზღვარგარეთ მსოფლიოს წამყვან კლინიკებსა და უნივერსიტეტებში. მე პირადად მოხარული ვარ, ვაპირებ მონაწილეობის მიღებას, მოუწოდებ ყველა სტუდენტს გარდაუშვან ეს შანსი ხელიდან.